ქართული ოცნების წარმომადგენლები ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი, აგრეთვე ხალხის ძალის თუ არ ვცდები ასე ჰქვია, მოკლედ სოზარ სუბარის დაჯგუფების წარმომადგენელი, სახელი არ მახსოვს, ჩიბურდანიძე და კიდევ ერთი პირი სტუმრობდნენ შეერთებულ შტატებს და გულახდილები ვიყოთ მათ საკმაოდ მნიშვნელოვან პერსონებთან გამართეს შეხვედრები და ამის გამო აიკლეს საკუთარივე მედია, აგვიკლეს ჩვენ მეთქი ასე ვიტყვი, საკუთარი მედიის გამოყენებით. აი შეგხვდნენ მნიშვნელოვანი პერსონები შეერთებული შტატებიდან, სახელმწიფო მდივნის მოადგილე მათ შორის. ამას ამბობენ სულ და ვესაუბრეთო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვაზეო, გადატვირთვის აუცილებლობაზე, რეზეტზე, რესტარტზე, რაღაც სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, იმაზე რომ ერთობლივი თუ საერთო ღირებულებები გვაქვსო, ჩვენო, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს და ტრამპის ადმინისტრაციასო, ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც არის დიმიტრი სამხარაძეს მოგვარე ერთის მხრივ და ძმაკაცი მეორე მხრივ. ეს ნიკოლოზ სამხარაძე, რომელიც ბიზინა ივანიშვილის ფრთებქვეშ არის მოქცეული და ნაბიჯსაც არ დგამს ბიზინა ივანიშვილთან გადათანხმების გარეშე, რომელსაც საკუთარი აზრი სამწუხაროდ არაფერზე ხელოვნების ნიმუშზე რო დაელაპარაკო. ამაზე არა აქვს ვან გოგი უკეთესი მხატვარია ბატონო ნიკოლოზ თუ გოგენი. იმპრესიონისტები მოგწონთ თუ რა ვიცი, აღორძინების პერიოდის მხატვრები. ამაზეც კი ნიკოლოზ სამხარაძე ვერაფერს ვერ გეტყვით. იმიტომ რომ ემანდ რომ თქვას, რომ ნიკოლოზ სამხარაძე რო თქვას, რომ იმპრესიონისტები უფრო მოსწონს ვიდრე აღორძინების პერიოდის მხატვრები, შეიძლება ბიზინა ივანიშვილმა დასაჯოს. ამიტომ ნიკოლოზ სამხარაძე, ჩიბურდანიძე და სხვები ხმას ვერ იღებენ. ამაზეც კი მარადონა უკეთესი ფეხბურთელია თუ მესი უკეთესია თუ პელე უკეთესია თუ კრუიფი გარინჩა, ხო, ამაზეც კი რა მოუგებელთ იმისა, ვისი კომაგია თუ ვინმეს კომაგი არის ნიკოლოზ სამხარაძე და სხვები, ამაზეც კი ვერაფერს ვერ გეტყვიან. ხო და ეს დელეგაცია 4-ეულისა სტუმრობდა ვაშინგტონს, პირველ სიტყვას მიუბრუნდები და თქვეს იქიდანაც თქვეს და უკვე ჩამოსულებმაც თუ არ ვცდები, რომ ჩვენო ბევრი რამ გავჩარხეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ მაგათი გაჩარხული არ გაიშვა. გამოსულები არ იყვნენ თქვენის ნებართვით ასე ვიტყვი. ქართული ოცნების დელეგაციის წარმომადგენლები, წამოსულები არ იყვნენ შეერთებული შტატებიდან, რომ ფორმულა დაუკავშირდა სწორედაც რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სახელმწიფო დეპარტამენტს. და დაუკავშირდა და ჰკითხა, რაც მნიშვნელოვანია, აი საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის პერსპექტივას როგორ ხედავენ, როგორ უყურებენ შეერთებულ შტატებში და ფორმულას არ დაზარდა ამერიკის შეერთებული შტატები და მყისვე მალევე გამოუგზავნა პასუხი. პასუხი ვრცელია, ან ერთგვარად ვრცელია, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ ვრცელია და ერთგვარად ვრცელია, მე ჩაგიკითხავთ პასუხს. ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ამბობს ვაშინგტონი თბილისის გასაგონად. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი შესავალიც არის, სიტყვებიც არის, სწორიც არის, მადლობის მეტი რა გვეთქმის. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისაკენ ისრაფვის. ანუ ჩვენო გვინდაო რომ კონსტრუქციული იყოს ჩვენ შორის, თუ ურთიერთობა უნდა იყოს, რაც საკვირველია, არა დესტრუქციული, კონსტრუქციის ანტონიმი ხო დესტრუქციულია, კონსტრუქციული უნდა იყოს ურთიერთობაო. სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს თავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. ანუ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ხომ მოიაზრება და ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს მოხსნათ პირველი სიტყვა შესაძლებლობებს უჩენს კავკასიის რეგიონს. მათ შორის საქართველოს. ამაშიც ვაშინგტონს ვერ მიედავი პრინციპში ვერც ერთ მანამდე
და ვერც შემდგომ სიტყვებში ვერ მიედავები, უბრალოდ მინდა რომ გავაანალიზოთ ამ ფრიად დიპლომატიური, ფრიად სწორი, ღირებულებებზე დაფუძნებული, დამყარებული, ყველა დამყნობილი, ყველა ამ წერილის, ყველა პასაჟი, ყველა აქცენტი, ყველა მნიშვნელოვანი სიტყვა. საქართველოს შეუძლია, როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს. აი აქ უკვე საინტერესოა. საქართველოს შეუძლია და ახერხებს კი საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს. ბიზინა ივანიშვილს შეუძლია, როგორც საქართველოს დე-ფაქტო მმართველს, შეუძლია საქართველოსთვის მიიღოს დიდი სარგებელი იმ კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება, ანუ ტრიპის თაობაზე შეთანხმება შესაძლებელს ხდის. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან, ჯეი-დი ვენს და მარკო რუბიოს აქვთ ნათქვამი. დამოუკიდებლად იმისა, კანონიერია თუ არა ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს როგორც ეფექტურის კონტროლის დამამყარებლებთან ურთიერთობას, ამა თუ იმ სივრცეში, ამა თუ იმ ქვეყანაში, შესაბამისად საქართველოს გამონაკლისი ვერ იქნება. და აგრძელებთ ურთიერთობას, რომ უკეთეს და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ. არც ალი ხამენეის ხელისუფლებას აღიარებდა პრინციპში, ან არ მიიჩნევდა დემოკრატიულად რასაკვირველია, ან ამერიკული ინტერესების გამტარად რეგიონში ტრამპის ადმინისტრაცია, მაგრამ ბოლო წამამდე ურთიერთობა იმ წამამდე, ვიდრე ალი ხამენეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა არ აღჩიმდა სხვებმა არ აუტრიალეს მაგიდა. და როდესაც აუტრიალეს მაგიდა, მათ შორის მაშინაც კი, როდესაც უკვე დახოცილი ჰყავდა ალი ხამენეის რეჟიმს 36,000-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი გრძელდებოდა მოლაპარაკებები, როგორც კი აუტრიალეს მაგიდა, და როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატები დარწმუნდა, რომ არა ადეკვატურებთან აქვს საქმე, ხისმე მიიღო ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღო და რისი მომსწრელი ჩვენ ვართ და ალი ხამენეის საერთოდ ცოცხალი აღარ არის. არ მიმყავს საუბარი იმისკენ, ან იქითკენ, რომ ბიზინა ივანიშვილი გაიზიარებს ხვედრს, სვესა და ბედს ალი ხამენეისა. მაგრამ ამას კიდევ ერთხელ აღნიშნავ. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ანუ ჩვენ დაველაპარაკებით, გავაგრძელებთ ურთიერთობას მთავრობას არჩევნებზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე. მახსენდება ჯეი-დი ვენსი 2025 წლის თებერვალში, როდესაც მან მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, შინაარს გადმოგცემთ, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა უმრავლესობაში, ეს ჯერაც არ გაძლევთ თქვენ უმცირესობის დაჩაგვრის და უმცირესობის უფლებების უგულებელყოფის უფლებას. ეს იყო შინაარსი. უმრავლესობაში ყოფნა ჯერაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორები ხართ აპრიორი. ამის არ გახსენებაც არ შეიძლება და უკაცრავად ყაველაშვილი რო ელის გადმორეკვას ტრამპისა, ხო გახსოვთ ამასობაში ესეც ჩანართის სახით. მოკლედ, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან, არ უწოდებთ დე-ფაქტო მთავრობას, ვაღიაროთ. ოღონდ იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ანუ ადეკვატურები იყავით. თუ ადეკვატურები არ ახართ, ან არ იქნებით, ამ შემთხვევაში ამ ურთიერთობას აზრი არც აქვს. და ბიზინა ივანიშვილი და მის ფრთებქვეშ მოქცეულები ადეკვატურები სწორედაც რომ არ არიან არც ერთი მიმართულებით, არც გეოპოლიტიკურ ჭრილში კავკასიის რეგიონი ჩვენ სადავართ ამასობაში, არც დემოკრატიის კუთხით თუ მიმართებით საქართველოში დემოკრატია უგულებელყოფილია. მე მესმის რომ ტრამპის ადმინისტრაციისათვის ის მეოთხე ხარისხოვანი გახდა და პირველ ხარისხოვანი არის ამერიკა first, ანუ ამერიკა პირველ ყოვლისა, მაგრამ ასე დემოკრატია და დემოკრატიული ნორმები საერთოდ უკუგდებული როდია, ადამიანის უფლებები დემოკრატიაში შედის და ასე შემდეგ, მაგრამ არც ერთი მიმართულებით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არ არის ადეკვატური. და ჩვენ კი გავაგრძელებთ ამაზე ურთიერთობას, რაც შეეხება არსებულ პოლიტიკურ კლიმატსო.
არსებული პოლიტიკური კლიმატი არის რეპრესიული. ყოველ დღე საქართველოს ქართული ოცნება იღებს და იღებს კანონებს, რომლებიც გაგიკვირდებათ და არ გაგიკვირდებათ, არის ანტი-ამერიკული. ყაველაშვილი კვლავ მეორე ელოდება გადმორეკვას, არ გადმოურეკავენ. მაგრამ ემანდ რომ გადმოურეკონ და თუ პირდაპირ მნიშვნელობით ამგვარი ფორმით კომუნიკაციას არ მივიღებთ ხედველობაში, ანუ ჩამოვიდეს ამერიკული დელეგაცია და ბარემ ვიკითხავ, როგორ გონიათ არ ჩამოვლენ? მე გეტყვით, რომ იმასთან დაკავშირებით რაც იყო გაწერილი რუბიოს წერილში, რომლის კონვერტიც არ მიიღო ბიზნა ივანიშვილმა, ამასთან დაკავშირებით სხვა შინაარსის არა ამ მიმართულების წერილს ან ამ მიმართულების გზავნილებს ამერიკელები უახლოეს პერიოდში უთუოდ ჩამოიტანენ უშუალოდ და პერსონალურად ბიზნა ივანიშვილისა თვის. და აი ამ შეხვედრებზე ნიკოლოზ სამხარაძისა და სხვებისა, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, რომელმაც უთუოდ კითხა, უთუოდ უთხრა, რატომ არ მიიღო ღარიბაშვილი კი არა რაგვარია ივანიშვილმა წერილი მარკო რუბიოსიო, ამაზე უახლოეს ხანებში ამერიკას ექნება უშუალო კომუნიკაციის ცდელობა, მოდი ვთქვათ ასე. კიდევ უფრო საინტერესოა. ჩვენ ასევე განევიხილავთ წერენ ამერიკიდან კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად. ანუ ფიცი კი გვწამს, ბატონებო. და ეს არის ძალიან ანტიკოცური წერილი. ქოცებისთვის თუ ესენი კითხულობენ, ცხადია, ვერ კითხულობენ მეორე მხრივ. ჩვენ კი გვწამს ფიცი, რომ თქვენ გინდათ რაღაც საქართველოს გარდაქმნა ნორმალურ სახელმწიფოდ, მაგრამ რასაც ჩადიხართ, ეს ყველაფერი არ ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ვიცავთ კი არა, ვაღიარებთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება და სიტყვა უნდა გადადგას, არ არის ხსედებული. შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად. სიტყვა შეიძლება აბსოლუტურად დიპლომატიური, თავიდან ბოლომდე დიპლომატიური ენა, დიპლომატიური სიტყვა, აქ უნდა ეწეროს თქვენთვის ახსნი სიტყვა უნდა. ჩვენ განვიხილავთ ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენ განვაგრძობთ ურთიერთობებს, იმიტომ იმ ფორმატში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას, ან უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები. წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება რომ დაადასტუროს და მართლა რომ დავიჯეროთ, რომ მას საქართველოს ხელისუფლებას სურს ჩვენთან, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან ურთიერთობის შენარჩუნება და ზოგადად ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები მას ეძვირფასება. რა არის ახლა კიდევ ერთხელ ვთქვათ და არ ვიცი, მე ასე ვთქვათ. ეს ურთიერთობები და ეს კლიმატის კონტროლი, კლიმატთან დაკავშირებული, პოლიტიკურ კლიმატთან დაკავშირებული და აგრეთვე საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. რა არის ეს? რა ნაბიჯებია? ეს არის სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება, პირველი. მეორე, ყველა კანონის დეზავუირება გაუქმება, დაბლოკვა, ახალი კანონების ცხადი არ მიღება და ეს არის ახალი არჩევნები. მიეცით ძალაუფლება ხალხს. გვაჩვენეთ, რომ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას. 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებულები, კი არა ვართ ჩამოყალიბებულები და არ გაღიარებთ, არ ვაღიარებთ, არც ქვეყნის შიგნით აქვს ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია და არც ქვეყნის გარეთ აქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ გამოვიტანოთ არჩევნები და არჩევანის შესაძლებლობა მივცეთ ქართულ საზოგადოებას. აი თუ მერე ქართული საზოგადოება ნამდვილად მისცემს ქართულ ოცნებას ხმას, მაშინ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ახალ პოლიტიკას, ან დავრჩებით ამ ფორმატში, ან უკეთესი იქნება პოლიტიკა, ან უგარესი იქნება, მოკლედ ლეგიტიმურები თუ იქნებით, ამ შემთხვევაში ჩვენ თქვენთან გავაგრძელებთ ურთიერთობას საქმეად. მაგრამ მანამდე ჩვენ დაგელაპარაკებით იმაზე, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ. რომ
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები განმტკიცდეს, ამაზე დაყრდნობით და წინსვლა იყოს. და სერიოზული დამოკიდებულება თქვენ რო გვაჩვენოთ, რომ მართლა გინდათ, ანუ ამერიკა ეუბნება საქართველოს, ვაშინგტონი ეუბნება თბილისს, რომ გვაჩვენოთ, რომ თქვენ ნამდვილად გინდათ ურთიერთობების გადატვირთვა, ამისთვის უნდა გველაპარაკოთ, ამისთვის უნდა გადადგათ, მოდი ასე ვიტყვი, ეს კონკრეტული ნაბიჯები. რას იზამს ბიზინა ივანიშვილი? ახლა ამბავი სხვა რამეშია, ეს ხო ყველაფერი კარგად ახსენეთ. ამბავი სხვა რამეშია. ბიზინა ივანიშვილთან ხსენებული 4 პირი, სამხარაძე, ნიკოლოზი. სამხარაძე ნიკოლოზის გარდა ჩიბურდანიძე, არამაია, რა ქვია, არ ვიცი, თამარ ჩიბურდანიძე, შესაძლოა მეშლება სახელი, ამიტომ ჩიბურდანიძე ესე მოიხსენიება და არამაია ჩიბურდანიძე. მეოთხეს საერთოდ არ მახსოვს და მესამე კი არის ის მარიამ ლაშხი, მასონები რო ელანდება ყველგან. აი ეს მარიამ ლაშხი, ესე რო იდგა. ხო, იმ ფოტო რო გადაიღო. ბიზინა ივანიშვილთან მათ კონტაქტი არ აქვთ. პირდაპირი კონტაქტი არ აქვთ. შესაბამისად, ისინი ვერ აუტანენ ინფორმაციას ვაშინგტონში არსებული განწყობების თაობაზე ოლიგარქს. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ისინი დაელაპარაკებიან ამ თემაზე პაპუაშვილს, რომელსაც ასევე გარწმუნებთ, არ აქვს კონტაქტი ბიზინა ივანიშვილთან, ყოველ შემთხვევაში ხშირი. და კიდევ უკეთეს შემთხვევაში, არა, ოპტიმალურ შემთხვევაში პაპუაშვილი მიაწვდის ინფორმაციას ამის თაობაზე ირაკლი კობახიძეს, რომელიც სხვებთან ერთად გასაკვირველია, არის FSB-ს ხაზი. ხო და ამ FSB-ს ხაზის წარმომადგენელ ირაკლი კობახიძეს კითხვა მაქვს, უნდა კი ბიზინა ივანიშვილამდე სწორი ინფორმაციის მიტანა? ანუ სწორი ინფორმაცია არ არის ის, რაც საჯარო იყო ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა რაღაც სახელმწიფო მდივნის მოადგილეს. ეს გავიგეთ. იქ რა ითქვა რეალურად? რაზეც მოახსენებს პაპუაშვილი ან სამხარაძე პირდაპირ კობახიძეს და დაზაფრავს, ეთქვის, რომ იქ მძიმე საუბრები ჰქონდა ჭუადერეფანზე და არა მხოლოდ საქართველოს როლზე და არა მხოლოდ საქართველოს როლზე კავკასიის რეგიონული პოლიტიკის ჭრილში, საქართველოს რომ აღარ უნდა იყოს ანტიდასავლური ამაზე, რომ უნდა გადმოხტეს რუსული გემიდან ისევ დასავლურ გემში ჩახტეს და ასე შემდეგ. კობახიძეს რო ეთქვის პაპუაშვილის შუამავლობით ან გარეშე, ნიკოლოზ სამხარაძე და ჩიბურდანიძე და ლაშხი, რომელსაც ბევრი ვეფი ვერ გაიგო დარწმუნებული ვარ იმ შეხვედრით, მაგრამ ოკეი. ხო, მასონებზე ფიქრობდა იმ მომენტში. კობახიძე სწორი ინფორმაციას აუტანს კი ბიზინა ივანიშვილს. გასაკვირველია არა. იმიტომ რომ თავად კობახიძესაც დიქტატურისთვის მახასიათებელია ეს, რომ ეშინია თავად კობახიძესაც. ემანდ ბიზინა არ იყოს მარცხენა ფეხზე ამდგარი და არ დამახუროს თავზე, დამახიოს თავზე ის ფურცლები, რომლებიც ხელში მეჭირება, რომლებიც მექნება ჯიბეში. იფიქრებს FSB-შნიკი ირაკლი კობახიძე. FSB-შნიკი რომ არ იყოს, ეს ხო ვერსიაა, რომც არ იყოს და მართლა გულწრფელად უნდოდეს ბიზინასთან ლაპარაკი, არ იცის რა რომელ ფეხზე ამდგარი ბიზინა ივანიშვილი. კობახიძე ამას მაინც ვერ გაუბედავს. ამიტომ ეს ბოლო ადრესატი ბიზინა ივანიშვილის სახით, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს, ყავს, მაგრამ არ აკყავს. გასულია მომსახურების ზონიდან. ვერ უბედავენ როგორც ავტორიტარს, როგორც ავტორიტარს, დიქტატორს. ტირანს მე თქვი არ ვიტყვი ხა. ვერ ეთყვის ვერც ვერაბით ვერ ეუბნება ბიზინა ივანიშვილს იმის თაობაზეც, რომ ფორმულამ რომ იმართა სახელმწიფო დეპარტამენტს და სახელმწიფო დეპარტამენტმა ის წერილი რომ გამოაგზავნა, რას გულისხმობს ეს წერილი? ანუ ამის ჩაშლას არ ეუბნებიან, არ ახსენებენ. შესაძლოა იცის, რომ ფორმულას უბრალოდ უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეგ ჩაუკითხავენ ამას, აი რაღაც პირობითად მესამე წინააღმდება. მეოთხე, ხო? საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს და ბიზინა ივანიშვილი თავისი ზემო იმერული კილოკავით ამბობს, რომ არ გაუბაძავ ახლა, ხო? მაგრამ აგე ჩვენ ხო ვასრულებთ ჩვენს წვლილში, ჩვენი წვლილი შეგვაქვს და დიდი სარგებელის მიღებაც შეგვიძლია. ანუ ბიზნესს ღებდე ჰგონია, რომ ბურთი ამერიკელების მოედანზეა. და ახლა ამერიკელებმა უნდა
უნდა გადმოდგან ნაბიჯები, ცოტა არ ესმის რატოა ასეთი სინტაქსი რატოა, შეიძლება ფორმულას აბრალებს საერთოდაც ამ თარგმანს და ამბობს რომ სულ სხვანაირად წეწერა ორიგინალში და ფორმულამ კი სათავისოდ თარგმნაო. ეს არის ასე. ბიზნე ივანიშვილი არის იზოლირებული თავისივე ინიციატივით. არა აქვს გარეთ სამყაროსთან კონტაქტი, არც ინტერნეტს არ მოიხმარს. ინფორმაციას არ კითხულობს, ვერ აანალიზებს. ვინც უნდა აანალიზებს ეს მასთან ერთად, მათ ახლოს არ უშვებს. აქედან გამომდინარე, მარტო მლიქნელები, მარტო ვინც მას გიბოდიშებს მისთვის და ეტენება მაამებლები არიან მის გარშემო. და ისედაც არ გამოირჩევიან ის პირები რაღაც განსაკუთრებული გონიერებით, მაგრამ რომს გამოირჩეოდნენ, არავითარი აზრი არ აქვს, ვერ უბედავენ სწორი ანალიზის, იმიტომ რომ მისი მრისხანე ტონის, ან მრისხანე გადაწყვეტილებების ერიდებათ. ამავდროულად ბიზნე ივანიშვილი ორიენტირებული არის მხოლოდ და მხოლოდ ფულზე, რაც მეტ ფულს გააკეთებს, მით უკეთესია მისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების იოტისოდენა შემოსვლა, დასავლეთის იოტისოდენა შემოსვლა საქართველოში და მით უფრო სუყეთ შემოსვლა ბიზნე ივანიშვილისათვის ამ ფულის მოზიდვის, ფინანსების მოზიდვის, ხაზების ჩაჭრის მადასტურებელია. ჩაჭრიან ამერიკელები. თუ საქართველოში შემოვა დასავლეთი და დასავლური კაპიტალი, ბიზნე ივანიშვილს ის ხლართებ მახინაციები, რომლებიც ახლა გაზდის და გამოზდის, არან ნაკლებად გამოუვა. არ გულისხმობ მხოლოდ რუსეთისთვის მხარდაჭერას იმ კუთხით, რომ რუსეთმა თავი აარიდოს სანქციებს. ეს ერთი ამბავია. მაგალითად ირანული ფული, ირანული შავი ფული, ასე ვიტყვი. ბიზნე ივანიშვილს ყველაფერთან ერთად, იმიტომ არ უნდოდა ალი ხამენეის დაბრედვა და არ უნდოდა რასაკვირველია. განადგურება, ლიკვიდაცია. და იმიტომ არ უნდოდა და არ უნდა რომ იქ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიმარჯოს, რომ არ ექნება მერე უკვე ექსესი შავ ფულზე. მას პერსონალურად და მისი ქართული ოცნების ცალკეულ იმ რიგ წარმომადგენლებს, რომლებიც რამე თიკი არ ვაჭრობენ ირანთან. არამედ უბრალოდ ეს არის რაღაცა სამრეცხაო ჩვენი ქვეყანა, არის სამრეცხაო არადემოკრატიული ქვეყნებიდან წამოსული შავი ფულისა. გადმოირიცხა, პირობითად ვიტყვი, ხო რიცხვებს 1 მილიონი, იქ რაღაცა პროცენტი დატყდა, ვინც ურეცხავს, გადმომრიცხავს ამ თანხას, ანუ ვინც ლეგალურს ხდის ამ ფულს, დარჩა რაღაცა პროცენტი პირობითად 800,000 გათეთრდა და 200,000 დარჩა. ოღონდ მე აქ 200,000 და 800,000 და 8 მილიონი და 2 მილიონი ძალიან მცირე თანხებზე ლაპარაკობ, ხო ხვდებით რომ აქ ლაპარაკი მინიმუმ ათეულობით მილიონ დოლარზე და მინიმუმ ათეულობით მილიონ დოლარზე ერთი თვის კი არა, პრაქტიკულად ერთი დღის ან ერთი კვირის განმავლობაში. ამიტომ ბიზნე ივანიშვილს რად უნდა ახლა შემოსვლა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რატო უნდა უკომაგოს მან დასავლეთს ამ რეგიონში, დასავლეთის სუყეთ შემოსვლას. ცდები ჩემს ანალიზში. ბიზნე არის უპატიოსნესი, უწესიერესი კაცი, 3 მილიარდი დაახარჯა ინტელიგენციას, შეინახა წლების განმავლობაში ჯარი, არ ვიცი, პოლიცია და ასე შემდეგ. და რომ არა მიხეილ სააკაშვილის არაადეკვატურობა, ვინც ის და ბოლომდე დარჩებოდა ამ პროცესში, მაგ თქვა ცდები. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რომ ცდებოდე ამერიკის გზავნილებს, ბიზნე ვერ წაიკითხავს. ვერავინ ვერ გაუშიფრავს, ვერავინ ვერ დაელაპარაკება ქვეტექსტზე, ვერ დაელაპარაკებიან აქცენტებზე, ვერ დაელაპარაკებიან מחვილებზე, ვერაფერზე ვერ დაელაპარაკებიან, იმიტომ რომ ეშინიათ. ბიზნესი ქართული ოცნების წარმომადგენლებს ყველას ეშინიათ. გარდა ამისა, თავიანთი ხლაფორტებიც აქვთ, თავიანთი პატარა მაინც ასე ვიტყვი, კომბინაციები. ირაკლი კობახიძეს თავისი კომბინაცია აქვს. და ბიზნე ივანიშვილს ჯერჯერობით ხელში არ ამოსვლია ირაკლი კობახიძე, თუმცა როცა ამოუვა, ვინც ის და ყველაზე უფრო სასტიკი სწორედ ირაკლი კობახიძის მიმართ. იქნება ანუ ლილუაშვილს როგორც მოეპყრო, იმაზე სასტიკი, ღარიბაშვილს როგორც მოეპყრო და მათაც ვინც საპატიმროში არ გაუშვა, ანუ ღარიბაშვილამდე პრემიერები გახარია, კვირიკაშვილი, ბახტაძე. პრინციპში ამოვწურა. ამბავი ეს არის. ამერიკა არ გადატვირთავს ურთიერთობებს
ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან ვიდრე და სამი რამ თქვი მე, ეს არის პოლიტპატიმრებისა და სინდისის პატიმრებისგან თავისუფლება, კანონები, რომლებსაც იღებს ბიზინა ივანიშვილის პარლამენტი, ამათი გაუქმება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა 26 წლის ოქტომბერში მაგალითად და იმ არჩევნების შედეგად მზაობის გამოხატვა წინასწარ რომ დამარცხდებიან და დათმობენ ხელისუფლებას. არც ერთს, არც მეორეს და არც მესამეს არ აკეთებს და პირველ ნაწილში თუ მეორე ნაწილში კანონებთან და კანონების გამკაცრებასთან დაკავშირებით სულ უფრო რა ადეკვატურები ხდებიან ქართული სახელმწიფოსთვის კატასტროფას სჩადიან. ბიზინა ამით კაიფობს, მოსწონს ეს ყველაფერი, იწონებს ყოველ შემთხვევაში არ გვაქვს ცნობა იმის თაობაზე რომ არ მოეწონა რამე და მისი ხელდასმული, მისი მისემული ნებადართული არ არის ეს ყველაფერი, არ გვაქვს ამის თაობაზე შესაბამისად ვარაუდობთ რომ ბიზინას ეს ყველაფერი მოსწონს, მაგრამ როგორც კი ამერიკელების დელეგაცია ჩამოვა და თუ ის დელეგაცია მიაღწევს ბიზინამდე, რაღაცა დიმიტრი სამხარაძე ვერ აღწევს, იმიტომ რომ ჯერ ხო მასთან დიმიტრი კი არა, ნიკოლოზ სამხარაძე, ჯერ ხო დიმიტრი სამხარაძესთან მირბის და ძმაკაცრულად ეჭორავება, ერთი სამხარაძე მეორე სამხარაძეს, როგორც კი ეს მოხდება და თუ ავლენ ამერიკელები აბას თუმანში, ალბათ მაინც თარჯიმის გამოყენებით, მას აუხსნიან ყველაფერს. აი აქ დაიწყება წიოკი. ეხლა მე შემეძლო წარმოვეთქვა ასეთი სიტყვები დედის წიოკი მეთქი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ წარმოვთქვა. მოდი, ბებიის წიოკი, ასე მოვიხსენიოთ. ბიზინა ივანიშვილის თანაგუნდელთა ბებიების წიოკი. ასეც დავარქვათ ჩვენ ამ ვიდეო ბლოგს. ნახვამდის.